თავი 21, მუხლი 1, 4. 1. და მიხედა და იხილა, რომელნი იგი დასტებდეს შესაწირავ საფასის საცავს ამას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა 2 მცულილი, 3. და თქვა, ჭეშმარიტად გეტყვენ, რამე თუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა. 4. რამე თუ ამათ ყოველთან ამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკრულევანებისაგან ცისა ყოველი, რაცა აქ უნდა საცხოვრებელი, შეწირა. იყო წმინდა საგანძური, რომელშიც შესაწირავს ყრიდა ღვთისმოყვარე ხალხი, რომელსაც ტაძრის სამუშაოებისათვის მის შესაკეთებლად იყენებდნენ და საერთოდ ტაძრის მოსართავად და ღარიბთა დასახმარებლად იყენებდნენ. მაგრამ ბოლო დროს მღვდლებმა ეს საგანძურებით სავაჭრო აღებმიცემის საგნად აქციეს, იყენებდნენ რამას ერთმანეთს შორის და არ იყენებდნენ რამას იმისათვის, რისთვისაც დადგენილი იყო თავდაპირველად. უფალი ქვრივს აქებს ყველა სხვა დანარჩენზე მეტად იმიტომ, რომ მან თავისი ნაკრულევანებისაგან ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი, ვინაიდან 2 მცულილი, როგორც ჩანს, კი უმნიშვნელოა, მაგრამ მისთვის, ვინც მოწყალებით იკვებებოდა მთელ მის სარჩო საბადებელს შეადგენდა, ვინაიდან ქვრივი გლახაკი იყო. ამრიგად უფალი აძლევს ჯილდოს არა იმის მიხედვით, თუ რამდენს სწირავ, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენი გრჩება. დიდართა სახლებში, რომლებსაც არც თუ მრავალი და არც თუ ბევრი მოჰქონდათ, ბევრად უფრო მეტი რჩებოდა, მას კი მთელი სახლი დაუცარიელდა და მასში არაფერი დარჩა. ამიტომ იგი ჭეშმარიტად უფრო მეტი ქების ღირსია, ვიდრე ისინი. ზოგიერთნი ფიქრობდნენ, რომ ქვრივის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ყოველი სული, რომელმაც უარი თქვა ადრინდელ ქმარზე, ანუ ძველ სჯულზე, მაგრამ ჯერაც ვერ შეიქმნა ღირსი იმისა, რომ შეერთებოდა ღმერთ სიტყვას და რომ მას წინით სახით მოაქვს მცირე და მისთვის შესაძლებელი რწმენა და კეთილი სინდისი, ვინაიდან რწმენასთან ერთად კეთილი სინდისიც უნდა შესწირო, ანუ უმციკლო ცხოვრება. და ვინც მასთან ერთად მიდის ღმერთთან, ის გონებ, ყველა იმათზე მეცდებს, ვინც მდიდარნი არიან სწავლებით და უხვად აქვთ წარმართული სათნოებანი. თავი 21, მუხლი 5, 11. 5. და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისაც 18, ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს, და თქვა იესო, 6. ხედავთა ამას. მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაქვასაზე და რომელი არა დაირღვეს. 7. კითხეს მას მოწაფეთა, მოძღვარ, ოდეს უკვე იყოს ესე და რა არს სასწაული, რა ჟამს ესე ყოფა და არს. 8. ხოლო თავად მან თქვა, იხილეთ, ნუ უკვე სცდეთ, რამე თუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან 18, მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხვალთ შედგომად მათ და 9. და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესწუნდებით, რამე თუ ჯერ არს ესე პირველად ყოფათ და არღა მეხსეულად იყოს აღსასრული. 10. მაშინ ეტყოდა მათ, აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფება მეუფებასა ზედა. 11. და იყვნენ ძროანი დიდდიდნი ადგილ-ადგილ, სიყვმილნი და სრვანი, საშინელებანი ზეცით და სასწაულნი დიდდიდნი იყვნენ. უფალი, რომელმაც ცოტა ხანში ჯვარცმა უნდა დაითმინოს, მართებულად წინასწარმეტყველებს ახალი იერუსალიმზე, რათა ჩვენ ამით გქონდეს ძლიერი საბუთი იმისა, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია. ამიტომაც მაშინაც, როდესაც ზოგიერთნი აქებდნენ ტაძრის შენობას და მის შესაწირავებს, მე ვფიქრობ, რომ ისინი საუბრობდნენ ნაკვეთ და გამოქანდაკებულ ქმნილებებზე, მაგალითად, პალმებზე და ქერუბიმებზე. მესამე მეფეთა 6, 32. შესაძლოა მათ ასახელებდნენ, უფალი არაფერს აქცევს ყურადღებას, არამედ მათ დარღვევას წინასწარმეტყველებს, მათ იფიქრეს, რომ იგი სამყაროს აღსასრულზე საუბრობდა, მაშინ, როდესაც იგი რომაელთა მიერ იერუსალიმის დატყვევებაზე ლაპარაკობდა. ამიტომაც მათ დამი გულმოწყალების გამო იგი დროებით ტოვებს საუბარს რომაელთა მიერ იერუსალიმის დატყვევებაზე. განზრახული აქვს რა დაურთოს იგი შემდგომ საუბრობს სამყაროს აღსასრულზე და აფრთხილებს მათ, რომ არ უსმინონ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც მისი მოსვლის წინ უნდა მოვიდნენ. იქნება ბრძოლანი და შფოთნი, ვინაიდან ყოველგვარი სიყვარულის შეწყვეტასთან ერთად, ბუნებრივია, ადგილი ექნება ბრძოლებსა და შფოთს. ბრძოლების შედეგად დაისადგურებს შიმშილობა და ჟამიანობა, რადგან ჰაერი გაფუჭდება გვამებისაგან, შიმშილობა კი მინდვრების დაუმუშავებლობისაგან. ზოგიერთნი იღებდნენ ისე, რომ შიმშილობა, ჟამიანობა და სხვა უბედურებანი იქნება არა მხოლოდ სამყაროს აღსასრულისას, არამედ იერუსალიმის ტყვეობის ჟამსაც. ვინაიდან იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ შიმშილობის მიზეზით საშინელი უბედურებანი ხდებოდა. და ლუკაც საქმე მოციქულთაში 11:28 ამბობს, რომ შიმშილობა იყო კლაუდიოს კეისრის დროს.
მრავალი საშინელება იყო ასევე, რომელიც ტყვეობაზე მიუთითებდა, როგორც იგივე იოსები ყვება. ეს, ანუ ბრძოლანი, შფოთნი და სხვანი, გადაჭრით შეიძლება გაგებულ იქნეს საერთოდ სამყაროს აღსასრულის ჟამისა და იერუსალიმის ტყვეობის შესახებ. თავი 21, მუხლი 12, 19. 12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქვენზე და ელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქვენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანენ სახელისა ჩემისაც. 13. და გექმნეს თქვენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქვენთა, რათა არა წინასწარ იწურთიდეთ, რა სიტყვა მიოგოთ. 15. რამე თუმე მოგცეთ თქვენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა აღდგომად და სიტყვსგებად ყოველთა წინა აღდგომთა თქვენთა. 16. რამე თუ მიეცნეთ თქვენ მამა დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა და მოჰკვიდენ თქვენგანთა. 17. და იყვნენ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისაც. 18. და თმა თავისა თქვენისა არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენი. ყოველივე იმის წინ კი რაც უნდა მოხდეს სამყაროს აღსასრულისა და იერუსალიმის ტყვეობის ჟამს, ვინაიდან როგორც მე ვთქვი, იგი საუბარს აღსასრულის ჟამს ურთავს საუბარს ტყვეობის შესახებაც. დაგასხნენ თქვენზე და, ანუ ჩემს მოწაფეებზე ხელნი მათნი. მართლაც იერუსალიმის აღების წინ მოციქულები განგდებულ იქნენ მისგან ღვთის განსაკუთრებული განზრახულებით, კერძოდ, რათა ყველა საშინელება მხოლოდ ჯვარმწმელებს დასტყდომოდათ თავს, მათ კი, ანუ მოციქლებს მთელი სამყარო აღევსოთ ქადაგებით. მოციქულები მიყვანილ იქნენ, აგრეთვე მეფეთა და მთავართა წინაშეც, მაგალითად პავლე მიყვანილ იქნა ფესტოსთან, აგრიპასთან, თავად კეისართან, საქმე მოციქულთა 25, 6. 23, 26, 32. ეს კი მათთვის შემოbrუნდა სადიდებლად მოწმობისა. რამდენადაც ისინი უბრალო და გაუნათლებელი ადამიანები იყვნენ, რომ არ შეწმუნებულიყვნენ იმითი, რომ მათგან პასუხსბრძენი მოითხოვდნენ, ეუბნება, რომ მათ ამაზე ოდნავადაც არ იზრუნონ. ვინაიდან თქვენ ჩემგან მიიღებთო ამასთანავე სიბრძნესა და მჭერმეტყველებას, ისე რომ თუნდაც ყველა მოწინააღმდეგემ ერთად შეკრას პირი, ვერ შეძლებენ წინ აღგიდგნენ თქვენ ვერც სიბრძნით, ანუ აზროვნების ძალით, ვერც ენამჭევრობითა და ენის უცდომელობით. ხშირად ვინმე დახელოვნებულია მსჯელობათა შედგენაში და საზრიანია, მაგრამ ხმაურზე მალევე შეცბება ხოლმე და ამიტომაც ხალხისადმი მიმართვისას ყველაფერს ურევს. მაგრამ მათზე, ანუ მოციქულებზე ორივე მიმართებით გადმოვიდა მადლი. ამიტომ მღვდლები გაოცებულნი რჩებოდნენ პეტრესა და იოანეს უჩვეულო სიბრძნით, იცოდნენ რა რომ ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ, საქმე მოციქულთა 4:13. პავლეს კი ფესტოსი ეუბნებოდა, შმაგობ, პავლე, მეტისმეტად ცოდნას გაუშმაგები ხარ, საქმე მოციქულთა 26:24. თქვა რა ეს, შეასუსტა მათი შიში იმის გამო, რომ გაუნათლებელნი იყვნენ. უფალი აღნიშნავს კიდევ ერთ გარემოებას უცილობელსა და შემძლეს სულთა შერყევისა, კერძოდ, რომ ისინი მიცემულნი იქნებიან მეგობრებისა და ნათესავების მიერ. წინასწარმეტყველებს ამ გარემოების შესახებ იმისათვის, რათა მოხდება რა უეცრად არ შეცბნენ ისინი. ვინაიდან ეს ძლიერ კვალს ტოვებს სულზე, როგორც დავითიც ამბობს, რამე თუ მტერმან თუმცა მაყვედრა, მომცა ვითმინე მისი და მოძულე, თუმცა ჩემი ჩემზე და მდიდრად იტყო და დამცავე მალე მისგან. ხოლო შენ, კაცო, მოყვასო ჩემო, წინამძღვარო ჩემო და მეცნიერო ჩემო, ფსალმუნი 44, 12, 13 და კლავაც, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემზე და შეტყვილი, ფსალმუნი 49. თქვა რა ეს და ის, რომ მათ მოიძულებენ და ზოგიერთ მათგანს მოკლავენ, უმატებს უდიდეს ნუგეშსაც, და თმა თავისა თქვენისა არა წარწყმდეს. თქვენო ეუბნება, ცხონდებით და თქვენი უმცირესი ნაწილიც კი არ წარწყმდება, თუმცა ბევრს მოეჩვენება, რომ წარწყმდება, ოღონდაც საჭიროა მოთმინება, ვინაიდან მოთმინებით საკუთარი სულების მოპოვება ძალგიცთ. მტერი მოგდგომიათ, თითქოს და დატყვევების განზრახვით და თქვენი სულების დაპყრობას ცდილობს, გიგზავნით რა მწუხარებებს, მაგრამ თქვენ ვერცხლის ნაცვლად მოთმინება მიეცით და ამ გამოსასყიდით მოიპოვეთ თქვენი სულები და ზიანი არ მოგადგებათ მათით. მიაქცია ყურადღება გამოთქმას, მოჰკვლიდნენ თქვენგანთა და შენ მას უფრო ღრმად გულისხმაყოფ, კერძოდ, მოგკლავენ თქვენ არა მთლიანად. თქვენ ორი ნაწილისგან შედგებით, სულისა და სხეულისაგან, არა ერთსაც და მეორესაც, არამედ ერთ მათგანს, ანუ სხეულს მოჰკლავენ, ხოლო სულებს თქვენსას მოთმინებით მოიპოვებთ. ამის შესახებ მან სხვა ადგილასაც თქვა, და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცი, ხოლო სულისა ვერ ხელეთ იფების მოკლად.
მათი 10, 28. თავი 21, მუხლი 20, 27. 20. რა ჟამსიხილოთ იერუსალიმსა გარემოდგომილიერი მედრებისა, მაშინ გულის მაყავთ, რამე თუ მოახლებულ არს მოორება მისი. 21. მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს იულტოდეთ მთად, და რომელნი იყვნენ შორის მისა, განიულტოდეთ, და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენეთ მონ. 22. რამე თუ დღენი შურის გებისანი ესე არიან, რათა აღესრულნენ ყოველნი წერილნი. 23. ხოლო ვამუცელ ქუმულთა და რომელნი აწოებდნენ მათ დღეთა შინა, რამე თუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქვეყანასა ზედა და რისხვაერსა ამას ზედა. 24. და დაეცნენ პირითა მახილისათა და წარით ყვენენ ყოველთა მიერ წარმართთა და იერუსალიმი დათრგუნული იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი. 25. და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკვლავთა და ქვეყანასა ზედა შეკრება თესლებისა განკვებითა ოხრისათა სხსაგან და ძრვისა. 26. სულითა კაცთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამე თუ ძალნი ცათანი შეიძრნენ. 27. და მაშინ იხილონ ძე კაცისა მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა. ახლა სრულიად ნათლად საუბრობს უფალი იერუსალიმის ტყვეობაზე, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სიტყვები ამათ ყოველთა წინა ასე უნდა გავიგოთ, შიმშილობისა და ჟამიანობის და სხვა უბედობათა წინ, რომლებიც სამყაროს აღსასრულისას მოხდება. თქვენ მოციქულებს დევნას დაგიწყებენ და რამდენადაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ტაძრის შენობა დაინგრევა სამყაროს აღსასრულისას. უფალი ეუბნება, არა. ვინაიდან სამყაროს აღსასრულისას იქნებიან ცრუ წინასწარმეტყველნი, შიმშილი და ჟამიანობა განუწყვეტელი ომებისგან, რომლებიც შემდგომში იმის გამო გაღვივდება, რომ სიყვარული დაიშრიტება. თქვენ კი განდევნილ იქნებით უწინარეს სამყაროს აღსასრულისა და იერუსალიმიც ტყვეობაში მოექცევა და ეს ქვებიც დაირღვევა, როდესაც იხილავთ რომაელთა ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, მაშინ უწყოდეთ, რომ მოახლოვდა ჟამი მისი მოუხრებისა. შემდეგ კი გოდებს იმ განსაცდელებზე, რომლებიც თავს დაატყდება მაშინ ქალაქს. მაშინ იუდეას მყოფნიო ამბობს, მთებში გაიქცნენ, შემოგარენში მყოფთ და ნუ ექნებათ იმედი, რომ მათ ქალაქის კედლები დაიფარავენ, არამედ ისინიც, ვინც ქალაქის შიგნით იქნებიან და გადაიხვეწონ. ვინაიდან ესენი იქნებიან დღენი შურის გებისანი, რათა აღსრულდეს წერილი, განსაკუთრებით კი წიგნში წინასწარმეტყველ დანიელისა, 9, 26, 27. ვაი მუცელ ქმულთა იმ დღეებში, ვინაიდან ისინი მუცლის სიმძიმის გამო ვერ შეძლებენ გაქცევას და რომელი აწოებდნენ, ვინაიდან ბავშვებისადმი ძლიერი სიყვარულის გამო, ვერც მათი ზედამხედველობის გარეშე დატოვებას შეძლებენ და ვერც თან წაიყვანენ. ზოგიერთნი ამბობდნენ, რომ უფალი ამით მიანიშნებს ყრმათა მოწყვეტაზე, რომლის შესახებაც ყვება იოსები და წინასწარმეტყველებს იერემია, 11, 22. და იერუსალიმი დათგუნული იყოს წარმართთაგან. აქამდე საუბარი იყო ტყვეობაზე, შემდგომ კი საუბარია აღსასრულზე, და იყოსო ამბობს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკვლავთა. ვინაიდან ქმნილებათა ცვლილებასთან ერთად ბუნებრივია, ახალი წესრიგი დამყარდება სტიქიათა შორისაც. ხალხებს განკვირვება მოიცავს. ანუ მწუხარება შეერთებული შეცბუნებასთან ყველაფერთან მიმართებაში. ზღვა საშინლად ახმაურდება და ძრწოლა და გაურკვევლობა დაისადგურებს, ისე რომ ადამიანები გახევდებიან შიშისა და იმ უბედურებათა მოლოდინისგან, რომელიც სამყაროს თავზე მოიწევა. ხედავ. აქ იგი ნათლად საუბრობს სამყაროს აღსასრულზე. ვინაიდან ზემოთ ამბობდა, რომ იერუსალიმი გარშემორტყმული და დათრგუნული იქნებაო წარმართთა ჯარების მიერ, აქ კი საუბრობს იმ უბედურებებზე, რომელიც სამყაროს თავზე მოიწევა. მაშასა და მე, ახლა იგი სამყაროს აღსასრულზე საუბრობს. ვინაიდან ძალნი ცათანი შეიძრნენ. რას ვამბობო, ამბობს ის, რომ ყოველი ქმნილების ცვლილებასთან ერთად შეცბუნდებიან ადამიანები. თავად ანგელოზნი და უპირველესნი ძალნი შეცბუნდებიან და შეძრწუნდებიან ასეთი საშინელი ცვლილებებისაგან ყველაფერში. და მაშინ იხილონ ძე კაცისა ვინ? ყველა მორწმუნემ და ურწმუნომ. მომავალი ღრუბელთა, ანუ ვითარცა ღმერთი ძალითა და დიდებითა მრავლითა, ვინაიდან თავად ისიცა და მისი ჯვარიც მზეზე უფრო მეტად გაბრწყინდება და აღიარებული იქნება ყველას მიერ. თავი 21, მუხლი 28, 33. 28. და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თვალნი და აღიპყრენით თავნი თქვენი, რამე თუ მოწამულ არს გამოსნა თქვენი. 29.
და ეტყოდა მათ იგავსა, იხილეთ ლეღ და ყოველნი ხენი. 30. რაჟამს გამოვალ ფურცელი, თუ წოდით, რამე თუ ახლოს არს ზაფხული. 31. ეგრეცა თქვენ რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისა. 32. ამენ გეტყვთ თქვენ რამე თუ არა წარდეს ნათესავი ესე ვიდრემდე ესე ყოველი იყოს. 33. ცანი და ქვეყანა წარდნენ, ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარდნენ. როგორც პირველი მოსვლა უფლისა იყო ჩვენი სულების ხელახლა ქმნისა და განახლებისათვის, ასევე მეორედ მოსვლა იქნება ჩვენი სხეულების განახლებისთვის. რამდენადაც სულები მოკვდნენ მანამდე ურჩობის გამო, ხოლო სხეულები უშუალოდ სიკვდილს ურჩობიდან 900 წლის შემდეგ დაექვემდებარნენ, ასევე აღორძინდებიან და უმჯობესდებიან ისინი თანმიმდევრობით, სულები, პირველი მოსვლის მეშვეობით, სხეულნი კი, მეორედ მოსვლისა. ამიტომ, უფალიც ამბობს, როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, თქვენ დამძიმებულნი ხრწნილებით, აღიმართენით და ისარგებლეთ თავისუფლებით, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა, ანუ სრული განთავისუფლება ორივესი, ანუ სულისაც და სხეულისაც. საბაბი ვგონებს სწორედ რომ მიუთითებს ხრწნილებისაგან სრულ განთავისუფლებაზე, რომელსაც მიიღებს მაშინ სხეულიც, უფლის მადლით, უკანასკნელი მტერის სიკვდილის გამოუქმებელი, 1 კორინთელთა მიმართ 15:43. 47:26. ვინაიდან მან გააუქმა მისი საწყისი და მეუფება და გამოისკიდა სული. დარჩა კიდევ სიკვდილი, რომელიც ჩვენი სხეულებიდან იკვებებოდა, მისი გაქუმება ჩვენი თავისუფლებისა და გამოსყიდვის მიზეზი იქნება. ამის აღსრულებასთან ერთად ღმრთის სასუფეველი მაშინვე მოიწევა. როგორც ლეღვი, როდესაც მას ფოთლები გამოაქვს ზაფხულის მოახლოებაზე მიანიშნებს, ასევე ამ ნიშნების გამოჩენა და სამყაროს ფერის ცვალება არის ნიშანი იმისა, რომ უკვე ახლოა ზაფხული, ანუ სასუფეველი ღმრთისა, რომელიც მართალთათვის მოიწევა სწორედაც რომ როგორც ზაფხული ზამთრისა და ქარიშხლის შემდეგ. ამასთანავე ცოდვილთათვის მაშინ ზამთარი და ქარიშხალი ახლოვდება, ვინაიდან ისინი ამ ცხოვრებას თვლიან ზაფხულად, ხოლო მომავალი მათთვის ქარიშხალია. ამენ გეტყვით თქვენ რამე თუ არა წარხდეს ნათესავი ესე ვიდრემდე ესე ყოველი იყოს. ნათესავს უწოდებს არა მათ, რომელიც მაშინ ცხოვრობდნენ, არამედ მორწმუნეთა ყველა თაობას. ვინაიდან წმინდა წერილი ხანდახან ნათესავს უწოდებს მათაც, ვინც მსგავსი ზნისანი არიან, მაგალითად, ესე არის ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა ფასლ. 23:6. რამდენადაც მან თქვა, რომ იქნება აშლილობანი და ომები და ცვლილებანი, როგორც სტიქიებში, ისე თავად საგნებში, ვინმე რომ არ მისულიყო აზრამდე, ოდესმე ქრისტიანობაც ხომ არ დაემხობაო, იგი ამბობს, არა. ნათესავი ესე, ანუ ნათესავი ქრისტიანეთა არასოდეს წარხდებაო. ცანი და ქვეყანა შეიცვლებიან, ხოლო ჩემი სიტყვები და ჩემი სახარება არ დაემხობა, არამედ იქნებიან სამარადჯამოდ, თუნდაც ყოველივე შეიძრას და ჩემ დამირწმენა არასოდეს მოიკლებს. აქედან ჩანს აგრეთვე, რომ ეკლესიას იგი ყოველ ქმნილებას ამჯობინებს, ვინაიდან ქმნილებანი შეიცვლებიან, ხოლო მორწმუნეთა ეკლესიიდან, ისევე როგორც მისი სიტყვებიდან და სახარებიდან არაფერი დაიკარგება. თავი 21 მუხლი 34, 36. 34. ეკრძალენით თავთა თქვენთა, ნუ უკვე დამძიმდნენ გულნი თქვენი შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა და მეხსეულად მოიწიოს თქვენზე და დღე იგი. 35. რამე თუ ვითარცა საფრე მოუდეს მსხდომარეთა ზედაპირსა ყოვლისა ქვეყანისასა. 36. იღძებდით უკვე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რათა ღირს იქმნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს და დადგომად წინაშე ძისა კაცისა. ქვენო, ამბობს, ხსმენიათ საშინელებათა და აშლილობათა შესახებ. ყველა ისინი გრძნობადი წინასახია იმ უბედურებებისა, რომლებიც ცოდვილებს დაატყდებათ თავს. მაგრამ ამ უბედურებათა საწინააღმდეგოდ არსებობს ძლიერი და უკმოქმედი საშუალება, ლოცვა და საკუთარი თავის მიმართ ყურადღება. ვინაიდან მუდმივ მზადყოფნასა და აღსასრულის მოლოდინს შეუძლია ამ ყველაფერზე გამარჯვება. ის კი იმ პირობით გექნებათო, ამბობს თუ კი თქვენი ფხიზლებთ და თქვენი გულები არ იქნება დამძიმებული შვებითა და მთვრალობით და ამქვეყნიური საზრუნავებით. ვინაიდან ის დღე წინასწარ არავის ეცოდინება, არამედ ანაზდეულად, საიდუმლოდ მოიწევა, როგორც მახე, რომელიც უყურადღებობას გააბამს ხოლმე თავისში. შესაძლოა ვინმე გამოწვლილით შეუდგეს გამოკვლევას გამოთქმისა, სხდომარეთა ზედაპირსა ყოვლისა ქვეყნისასა. დღე იგი მახეში გააბამს მათ, ვინც უზრუნვალ და უსაქმურ ცხოვრებას ეწევიან.
ვინაიდან სწორედ ისინი არიან არსებითად მსხდომარენი და ისინი ებმებიან მახეში. მაგრამ ის, ვინც ქმედითი და შრომის მოყვარეა, მღვიძარებს სიკეთის ქმნისთვის და ყოველთვის მიისწრაფვის სიკეთისკენ, არზის და მიწიერი საგნებით არ ინუგეშებს თავს და ეუბნება მას, აღდეგ და ვიდოდე, რამე თუ არა არს შენ და განსვენება. მიქეა 2:10 და სურს უკეთესი სამშობლო, მისთვის დღე იგი მახე და უბედურება კი არ არის, არამედ ერთგვარი დღესასწაული. ამიტომ საჭიროა მღვიძარება და ლოცვა ღვთისადმი, რათა ავირიდოთ ყველა მომავალი უბედურება. მაინც რომელი შესაძლოა პირველ რიგში შიმშილობა და ჟამიანობა და სხვანი, რომელნიც რჩეულთათვის ისე მძიმე არ იქნება როგორც სხვებისთვის, არამედ პირიქით რჩეულთა გამო სხვათათვისაც შემოკლდება. შესაძლოა მეორე რიგში ისინი, რომლებიც სამუდამოდ მოიწევა ცოდვილებზე, ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია ავირიდოთ ისინი სხვაგვარად, თუ არა მღვიძარებითა და ლოცვით, ვინაიდან დიდსულოვანთათვის არ არის საკმარისი არ გაბოროტდნენ, არამედ მათ სჭირდებათ კიდევ რაიმე სიკეთის მიღებაც. თქვა რა რაითა ღირს იქმნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან. რომელი ყოფა და არს უფალმა დაუმატა და დადგომად წინაშე ძისა კაცისა, რაშიც მდგომარეობს კიდეც სიკეთით თკბობა, ვინაიდან ქრისტიანმა არა მარტო უნდა აირიდოს ბოროტება, არამედ ეცადოს კიდეც დიდების მიღებას. ხოლო ის, რომ წარსდგე წინაშე ძისა კაცისა და ღვთისა ჩვენისა, ანგელოზებრივი ღირსება, ვინაიდან ნათქვამია, ანგელოზნი მათ ნიცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, მათ 18:10. თავი 21, მუხლი 27, 38, 27 და იყოფოდა თავადი ტაძარს ამას შინა დღისი და ასწავებდა, ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ხრქანზე თისხილთა. 38 და ყოველმან ერმან აღიმს მისა ტაძარს ამას შინასმენად სიტყვათა მისთა. მახარებლებმა, განსაკუთრებით პირველმა სამმა, არ გადმოსცეს ბევრი რამ იქიდან, რასაც უფალი ასწავლიდა. მართალია, თავად იოანეც გაჩუმდა ბევრ რამეზე, თუმცა მან გარდა იმისა, რაც ამ სამმა გადმოსცა, მოგვითხრა უფლის ზოგიერთი უმაღლესი გაკვეთილების შესახებაც. უფალი, როგორც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ბევრ და მაღალ ჭეშმარიტებებს ასწავლიდა ტაძარში შეკრებულთ. ის, რომ მახარებლებმა მცირედი რამ თქვეს, ვინაიდან არ სურდათ ყველაფრის გამოცხადება, არა მცირედად შეგვიძლია დავასკვნათ იქიდანაც, რომ მათ, მაშინ როდესაც უფალი თითქმის 3 წელი ასწავლიდა, ასე ცოტა გაკვეთილი ჩაიწერეს მისი, ასე რომ, ჩემის აზრით, არ იმსახურებს გაკიცხვას ის, ვინც იტყოდა, რომ მათი გადმოცემა შესაძლებელია ერთ დღეზე ნაკლებ დროში. ამრიგად მახარებლებმა მრავლიდან დაწერეს მცირედი, რათა გადმოეცათ მხოლოდ გემოსით კბოებისა. უფალი ყველას ერთიანად არ ესაუბრებოდა, არამედ თითოეულს სთავაზობდა სასარგებლოს. ამიტომაც ხალხი დილიდან მოდიოდა მასთან. ვინაიდან მის ბაგეთაგან მადლი იფრქვეოდა. ღამით კი უფალი მთაზე განმარტოვდებოდა ხოლმე, გვიჩვენა რა ჩვენ, რომ ღამის სიჩუმეში უფალს უნდა ესაუბრო, დღისით კი ადამიანებთან შეხვედრისას, სარგებელი უნდა მოუტანო მათ, ღამით შეიკრიბო, დღისით კი დაარიგო, რაც შეიკრიბე. თავად ის არ საჭიროებდა ლოცვას, ან და ღმერთთან ურთიერთობას. ვინაიდან თავად იყო რა ღმერთი არ საჭიროებდა რაიმეში თავის დამდაბლებას, არამედ ჩვენ დაგვიდო მაგალითად, რათა ჩვენ ღამით ჭათა მსგავსად შევიკრიბოთ ჩვენში შენაკადები სულიერ წყაროთაგან ლოცვისა, დღისით კი ჩვენგან ამუხაპონ მათ, რომელნიც საჭიროებენ სარგებლის მიღებას. იმისთვის, რომ ეყურებინა, თუ როგორ მოდიოდა ხალხი დილიდან იესოს მოსასმენად, ვინმე ალბათ იტყოდა, რომ მას დავითის სიტყვები შეეფერება, ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენ დამეაღვისმთო, სტყურინ შენ დამისულსა ჩემსა, ფსალმუნი 62:1.